მარად და ყველგან ჩემო გამომწერებულ მე ვარ თქვენთან. პატარა იმპროვიზაცია გავაკეთე ილიასეულის სიტყვების. მოგესალმებით ყველას, ბედნიერი კვირა და ის ყველაფერი, რითგანაც შედგება ჩვენი პოზიტიური სხივებით განათებული ცხოვრება. მაშ ასე მე იქ ვიმყოფები, სადაც ყველაზე მაგრად ერწყმის 4 სტიქი ერთმანეთს ზის, იგივე ცეცხლის, ჰაერის, წყლის, იგივე ზღვის და მიწის, იგივე ქვიშის ენერგიები. და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ამ 4 არაჩვეულებრივ გზაჯვარედინზე 4 სტიქის, ასე ვთქვათ, გზა შესაკართან მე ვარ თქვენთან და სიამონებით გიღებთ გულის კარებს. დასაკვირველია ის 7-ვე ენერგეტიკული ცენტრიც, 7 ჩაკრაც მომართულია იმისათვის, რომ ჩემი თავი გავახარო და ეს ყველაფერი მე გადმოგადოთ თქვენ. და ამისათვის მინდა გითხრათ, ვაკეთებთ აი ესეთ ამბავს. მოკლედ გავერთოთ ჩემო კარგებო, ვინც ისვენებთ ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ვინც ემზადებით ეს ყოფილიყოს სასიამოვნო ფუსფუსი. ჰოლიდეის წინ, მოდი ასე ვთქვათ, და მედაბერ საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ ასე, თქვენ წინაშე იქნება რაც სახელდახელოდ ჩამივარ და 4 ლიფტი. პირველი სანთებელა, მეორე გასაღები და მესამე ჩემი უსაყვარლესი ვერცხლის ბეჭედი. აი ამ სამიდან აუცილებლად აირჩევთ ერთ-ერთს და მთელი კვირის პატარა პროგნოზს გეტყვით. ანუ ერთი ტაროს დათით, ერთი ტაროს არკანით იქნება განპირობებული თქვენი კვირა. 13-დან 19 ივლისის ჩათვლით. მაშ ასე. იფიქრეთ ხო? მოგცეთ ამის დრო, იმედი კარგად გესმით ჩემი ხმა და სიოზღიდან მონაბერი არ გიშლის ხელს, ისიც ჩვენ მხარეზეა. იცი ზუსტად და დავიწყოთ. ვინც აირჩიეთ სანთებელა? კი ბატონო. ცოტა თანამედროვე ეს ავირჩიე. ქალაქის ლაბირინთები. ნახეთ, საყვარელია. და ვინც აირჩიეთ ამის თქმა მინდა ჩემს ოპერატორს თხოვრო ცოტა გამძლოს დას მაგარა შტატის სამოღების არანაირი შანსი არ მქონდა კობულეთში და 1 2 3 ვინც სანთებელა ჩაიფიქრეთ როგორი იქნება თქვენთვის კვირა ძალიან ტრანსფორმატორული ძალიან გადამწყვეტი ძალიან ბევრის დამნახავი ბევრის შემგრძნები ცოტად კივილიანი, მაგრამ აუცილებლად იქ, სადაც ცუდია, უნდა გაწყდეს, სადაც ვიწროა, უნდა გავწყვიტოთ, ხო ასეა? ანუ ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, როცა იმზადება ახალი, ნელ-ნელა, ცოტად კივილიანი რაღაც პრობლემური გზებით ახალი გარდასახვევისათვის. ანუ ეს მოწყენილი ვაჟბატონი, რომელიც დასტირის თავის საყვარელ ჩიტუნიას, აუცილებლად დაწყებული ვარ შეიძეს ახალ ბარტყს და მის სახელზე გაზდის. ანუ ცხოვრება გრძელდება. ანუ თქვენთან მიმართებაში მაქვს ერთი პრეტენზია. ასე თავდაღუნული არ დამენახოთ. Don't worry, be happy. მადლობა. ეხლა ამ კვირაში კიდევ ერთხელ მეორე ფესხოთაფხოთ კვირის პროგნოზია და გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორიც არის მორიგი ნივთი. გასაღები მოგვახელთ იღალ. ვინც შეიფიქრეთ გასაღები? აბა ვნახოთ ისევ და ისევ ამ კვირაში რა ხდება. აბა ვნახოთ 13-დან 19 ივლისის ჩათვლით. თქვენთან ერთად ვიღებ და აჰა. ცხრიანი კვერთხები ამოვიდა. ეს არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ესეთი სუეტაშია, ანუ ფუსფუსშია. ეს არის რაღაც საკმაოდ დიდი და საკმაოდ დამღლელი სამუშაო გრაფიკი. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანს აქვს თავისი მიზერწრაფულობის გეგმა და სახული, მიიწევს წინ, არ ჩერდება, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ამბობს, რომ მე ჩემთვის მინდა, მე ჩემთვის მივდივარ, მე მიზან უპოვარი ვარ, რომ ჩემი დასახული მიზანი აუცილებლად დავიწყო. ამიტომაც არ დავიღლებით წილი. ბოლომდე არავის არ ვენდობ. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი ისა ცხრიან კვერთხებში ხშირად გვაქვს ესეთი პატარა მწყარი ტენდენციისა, რომ მხოლოდ მე არ გენდობით თქვენ. ანუ
მე დავაპირე და მე გავაკეთებ. მე წამოვიწყე და მე მივიყვან ბოლომდე. აქ ხედავთ ახალგაზრდა ყმაწვილს, რომელიც ალბათ დილის ასე ბრაბეშკას აკეთებს და სიამონებით ამ ყველაფერს მარტო იმაშება. ანუ შემოწოდება შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ადგეთ და უხშიროთ ამ დილის ეგრეთ წოდებულ ბარაზმინგებს. კი ბატონო, კარგი იქნება. გადაიღეთ მაგალითი ჩემგან. დილიდანვე ამ განცხრომაში ვარ. სირბილით ნაკლებად, მაგრამ სიარულით ბევრად. ახლა კიდე დაგვრჩა ერთი. ჩემი საყვარელი, უსაყვარლესი ბეჭედი. ჩემი დედის სახსოვანი, რომელსაც აუცილებლად ახლა ხელს გავიკეთებთ. და ისე ავდგები და ისე ვიტყვი მესამე ვერსიისათვის, ამის ბეჭედი აირჩიეთ. როგორი გექნებათ ეს კვირა? 13-დან 19 ივლისის ჩათვლით. კიდე ერთხელ. მოგეთ ისაც კიდევ დალაიქეთ, ისაც კიდევ არ დალაიქოთ, გული ყველა ვარიანტში სიამით გამისება. სხვა გვიტევს 1 2 3 ასეც ვიცოდი. იქ სადაც ჩემი ბეჭედია, იქ არის ძალიან მაგარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სანუკვარი, ყველაზე ბედნიერების მომტანი შეგრძნება ოჯახური იდილია. აი აქ თქვენ ხედავთ ახალგაზრდა წყვილს, აქ ხედავთ ბავშვებს და თქვილად არ მიხსენებდი ამ ბეჭედის დედისადმი თქმილება. ანუ ყველას ვისაც ეს ასე ვთქვათ მესამე ვერსია ხელთ დაგვრებად ჩაუვარდა, იცოდეთ რომ არაჩვეულებრივი, ჰარმონიული, იდილიური, შეხმატკბილებული კვირა გექნებათ თქვენს ოჯახთან ერთად. დიდი ალბათობით არ არის გამორიცხული, წახვიდეთ იქ, სადაც დიდი ხანია გეგმავთ, ეს არის დასასვენებელი. ტყე-პარკიდან დაწყებული მაღალთიან რაიონამდე, საზღვარგარეთის კურორტებამდე, იქ სადაც ახლა მე ვიმყოფებ შავი ზღვის სანაპირომდე, მოკლედ ყველგან სადაც იქნებით თქვენ და იქნება თქვენი ოჯახი, იქნება ბედნიერება, თანხმობა, სიყვარული, სიხარული და ბევრი თანაგრძნობა და ბევრი ერთმანეთისადმი გაზიარებული პოზიტივი. მოკლედ მე წავედი, გაგოცეთ ყველას, ვისი ეხლა სიხშირეების მომართული იყო ჩემსკენ, რაღაცნაირად გაგიმართლათ რომ მე ეხლა მინდა ესეთ რაღაცას გავაკეთებ თქვენთან ერთად. დამელოდეთ. აი აქ, სადაც ეხლა წყალი, უზარმაზარი, გრანდიოზული, დიდი, უკიდეგანო ეს წყლის რეზერვუარი შავი ზღვა ბოგინებს. აი ამ წყალს მინდა გაყვეს ის ცუდი, ის არამისაღები თქვენთვის უკვე ზედმეტი, რაც გინდოდათ წასულიყო თქვენი ცხოვრებიდან. აი აქ ჩადევით ჩემო ძვირფასებო, დაეშალე ზღვამ თავისი გრანდიოზულად ჯადოქრული თვისებებით გაწმინდოს ის, რაც ცოცხალი მინდა დაგიბრუნდეთ. აბა, ამარაჩვეულებრივი ასე ვთქვათ, პანორამის ფონზე, ყველას გემშვიდობებით. გაგოცეთ პირადი კონსულტაციები, რასაკვირველია გრძელდება და სიამონებით გიღებთ გულის კარს. აბა კარგად. დალაიქეთ, რასაკვირველია და დაწერეთ კომენტარებში თქვენი სურვილი.